და აი ისიც ჩვენი საახალწლო ვლოგი. ესე იგი, ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე ესეთი ვლოგები და რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს ახალი წელი, ყველაზე ლამაზი, ფერადი, კაშკაშა, ციმ-ციმა, ეს ბიჭიც კი საახალწლოდ არის გამოწყობილი. როგორ არ უნდა მიყვარდეს აი ესეთი დღესასწაული და ვლოგი, არა მიშიკო? აი ესე გამოვეწყეთ საახალწლოდ, იმიტომ რომ დღეს უნდა დავდგათ და ავაწყოთ ნაძვისხე და მოვთოთ სახლი. ულამაზესად, როგორც გახსოვთ, ჩემი შარშანდელი ვლოგი, აი კიდე იმაზე უფრო ლამაზად, ხო და გამოვეწყეთ ისე როგორ. პატარა ბიჭსაც ხო გახსოვთ, არა ამხელა ჰქონდა წინა წელს. ახალი წევრი რო იყო ჩვენი ოჯახის და გვეხმარებოდა და ვაწყობდით ჩვენ სამნი, ხო, ჩოპნი. ხოდათ, წელს უკვე დაიცა. აი წელს უკვე 4 ვართ და 4 ავაწყობთ ნაძვისხეს. დამიანე, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში იქნება თავისი განრიგით წარმოდგენილი და ზუსტად ჩვენ განრიგს არ მიყვება, მაგრამ მოსასალმებლად მოვიდა. ამ ბიჭსაც, რა თქმა უნდა, აცვია საახალწლოდ. აი ესე 4 უკვე ვიწყებთ ნაძვისხის აწყობას და ახალი წლის სამზადის. ხო, ჩოპნი? პირველ რიგში რაც მინდა, გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ჩვენი დაცკრიალებული ლამაზი სახლი, მანამ სანამ იქნება საახალწლო აურზაური. ხო და შემდეგ უკვე გაჩვენებთ როგორი იქნება ეს ყველაფერი დალაგებული, აწყობილი და მორთული. მოკეთ ერთი სული მაქვს. ახლა სანამ მიშიკოს მოაქვს რაღაცები, იმიტომ რომ შენახული გქონდა, რადგან გახსოვთ რომ ძალიან ბევრი რაღაც იყო და სხვა თვარფერი ნაძვისხე იყო იმხელა რომ სახლში არ დაგვეტია და ამიტომ შევინახეთ სათავსოში. მანამდე დაგათვალიერებინეთ რა ვიყიდე წელს და რა დავამატე. კი, შეიძლება შარშანდელი ვლოგი ვინც ნახეთ, ფიქრობთ რომ აი რა თუნდო და კიდევ რაღა იყიდა, რა დაამატა, იმიტომ რომ გახსოვთ რომ ყველა ოთახი მქონდა მორთული, მაგრამ აი ჩემინება რომ იყოს მთელ კორპუსს, მთელ სახლებს მოვთავდი, მართლა ისე მიყვარს და ისე ვემზადები და ისე მიხარია ხოლმე ეს დღესასწაული და ეხა დამიანე რო არის ჩემ ცხოვრებაში კიდე 1000 მაგად, ხო და გაჩვენებთ რა ვიყიდე ამ ეტაპისთვის. დავიწყოთ აი ამ სილამაზით. ეს არის 3 ცალი, უბრალოდ ესე ერთმანეთში დევს ახლა. მანათობელა არის ეს ყუთები. ეს დავამზადებინე, მე ავირჩიე წითელი ლენტა, იმიტომ რომ ჩემი ნაძვისხის მთავარი ფერები არის ხოლმე წითელი, ყვითელი. აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დიდხანს გაძლებს ნაძვისხესთან, იმიტომ რომ მე მყავს ჩაპა, რომელიც აი არ ვიცი, წამებში ანადგურებს ხოლმე ყველაფერს, შარშან მოკეთად ღობე გააფუჭა, ფარდის განათება გააფუჭა, ნაძვისხის განათება გააფუჭა, წელს თავიდან გახდა ამ ყველაფრის ყიდვა საჭირო. აი თუ გახსოვთ ფარდა განათებაზე, რომელიც ვიდეო YouTube-ზეც დავდე ვიდეო, ეგრეთ წოდებული unboxing-ი და ასევე TikTok-ზეც მცირე ვიდეო, იქაც საუბრობდი, რომ ფარდა განათება გამოვიწერე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, იაფად შემხვდა თქო და არ ვიცი დავტოვებდი თუ არა, იმიტომ რომ ეს არის წერტილოვანი განათება, რომელიც გამოვიწერე და მე შარშანაც აი უფრო ესეთი მსხვილი განათება მქონდა და მოკლედ ის მსხვილი განათება ვამჯობინე და ვიყიდე. ფარდა განათებაც და ნაძვისხის განათებაც ისევ იგივე სტილის ვიყიდე, რაც შარშან მქონდა. უბრალოდ დავამატე აი ესეთი, რომელიც საჭირო არის თაღს, როდესაც მოვთავთ, აი ამ ტოტით, თან ბარემ გაჩვენებთ. ეს არის 2 გრძელი ტოტი. ერთი უნდა გამოვიყენო ბუხარზე დასადება და ერთი თაღისთვის. ხო და ამასაც უნდა დავახვიო განათებები. მოკლედ წელს იქნება გაჩახჩახებული ჩემი სახლი. შეიძლება გაგიგურდეთ, იმიტომ რომ შარშანაც ალბათ გასვოთ ესე ყუთებად რომელაგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მჭირდება. მაქვს რაღაც კონკრეტული იდეა როგორი უნდა იყოს ნაძვისხე და აქედან გამომდინარე იმედი მაქვს რომ მეყოფა და შევძლებ რომ ის იდეა განვახორციელო. ესენი შობის ყვავილები, ესეთი 2 ცალი არის პატარა. აი
ეს არის დიდი. ეს არის შესაფუთი ქაღალდები და აი ამაზე ჩაფიქრებული მაქვს რაღაც პატარ-პატარა ვიდეოების გადაღება. ამას არ ვიყენებ სხვა არაფრისთვის, ეს რაღაც ვიდეოებისთვის მჭირდება ადამიანისთვის. ეს ნახეთ კიდევაც კადრშიც. ეს არის ხე თავისი განათებებით და ალბათ გეცნობათ, რომ ესეთი შაშანაც ვიყიდე, რომელიც ბუხარზე მიდევს, ახლა უფრო პატარა არის და გადავწყვეტე რომ აი ესეთი დიდიც მეყიდა. ვინც ნახეთ ვიდეო, იმათვის სიახლე აღარ იქნება, ვისაც არ გინახავთ. ეს ყვავილები. ესეც განათება. ეს არის სანთლები. ეს მეორე არის უბრალოდ ისეთივე. და აი ნახეთ ეს გახსნილი მაქვს უკვე. აი ესეთი ლენტა არის, რომელსაც ვფიქრობ, რომ შემოსასვლელი მთავარი კარი რომელიც არის, იმაზე გავაკეთო ბანტი. მიშკომ უკვე ნელ-ნელა მოიტანა დანარჩენი რაღაცები, ეხლა იმასაც შემოვიტანთ, დავაწყობთ და დავიწყებთ მზადებას. ესეთ ჩვენი ნაძვის ხეც როგორ მომენატრა ეს პროცესი ამის გახსნა. გავხსნათ ხო ჩემო სიცოცხლე ეს ნაძვის ხე ერთად და ავაწყოთ. ხედავთ აქ რა ხდება? აი ამაზე გეუბნებოდით. შეხედეთ. რა აწყობს ამ ყველაფერს? ჩაპნი. შენ მაინც მომეხმარე ჩემო სიცოცხლე. არ ვიცი, ჯერ ეხა არის 6 საათი. თალკე დამიანე გვყავს მისახედი. ძაღლით თავისთავად მისახედია. ეს ყველაფერი ასაწყობია. არ ვიცი რა იქნება. თქვენ ხო გონიათ რომ ესე თითო რაღაც ამ ცელოფნებში სიამდვილეში კიდე უამრავი ნივთიდებს. მიშიკო. რას ფიქრობ, რამდენ ხანში დავამთავრებთ ამ ყველაფერს, როგორც ჯერ არც კი დაგვიწყია? არ ვიცი. ჯერჯერობით ესე ვისვენებთ, ვფიქრობთ რა როგორ გავაკეთოთ, საიდან დავიწყოთ, რა თქმა უნდა დავიწყოთ ნაძვის ხით აწყობით. აბა ყველაზე ამაღელვებელი მომენტი. რა სილამაზეა! აი ესე გამოიყურება ჯერჯერობით ჩვენი დედოფალი, ესეთი დათოვლილი, თავისი გირჩებით. და რა თქმა უნდა, მიშიკა ყოველთვის არის იმ აზრზე, რომ ამას არ სჭირდება არანაირი ბურთები, ხო მიშიკა? კაი, ახლა გადავიდეთ განათებებზე. ახლა უნდა გაჩვენოთ ჩაპა, რომელიც აი ესე აქ ძინავს და დამიანე, რომელსაც იმისთვის რომ დაგვაცადოს აწყობა. აი ესე ნახეთ შეხედეთ ერთობა დედიკა ხოდი აი გავუშალეთ ეს ხალიჩა იმისთვის რომ ავაწყოთ აბა ეხა შევამოწმოთ აუ რა ლამაზია ეხა ხო ეხა ისე იმდენად კარგად არ ჩანს ლამაზია ძალიან აბა ჩაქრეშუქი აუ ძალიან ნახე დეცდე ეს აბა კაია ჩაპნი რა სიტყვი შენ ხო არის ლამაზი თქვენთვის ახლა ვიდეოსთვის არის ეს წამებში აიწყო ნაძვის ხე წამებში გავაკეთეთ განათება სიამდვილეში რამდენი ხანი ვაწყობდით რამდენი ხანი ნათურებს ვაკეთებდი და შიგადაშიგ მე დამიანე იღვიძებ და მივდიოდით ხან ჭამა უწევდა ხან გართობა ხან თამაში ხანის და თქვენ ხედავთ უკვე ესე ლამაზ კადრებს სიამდვილეში კადრს მიღმა დამიანეს მოვლა პატრონობა თამაში და გართობა მიმდინარეობს ესე იგი ამ განათებას აქვს რამდენიმე რეჟიმი. არ ვიცი, აბა რომელი უფრო ლამაზია შენი აზრით. დამიანეს ვკითხოთ. შენ რომელი მოგწონს ჩემო სიცოცხლე? ესე იგი მიშიკო უნდა გადავიდეს ფარდის განათებების დაკიდებაზე ყველა ოთახში. მე დავიწყებ ჩემს დიზაინს, როგორც მაქვს ჩაფიქრებული, ნახოთ გამოვა თუ არა და ეხლა მშვიდად დაწყვალეთ, შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს სახაზო მელოდიების გარეშე. ხო და ჩავთოთ.
აი ასე შევქმნათ საახალწლო განწყობა ნელ-ნელა და დავიწყოთ უკვე მართვა და მოკაზმა ჩვენი სახლის. ესეთი ტოტები აქვს და ესე შემოხვევით ვერ ხერხდება დამაგრება მისი ისე ლამაზად, როგორც თქვა შეიძლება ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. თორე დაახლოებით 1 საათზე მეტი არის, ვცდილობ რომ შემოვახვიოთ, მაგრამ თვითონ ნაძვის ხის ტოტები და ნაძვის ხის სტრუქტურა ისეთი არის, რომ არ გამოდის. აი ადგილებიც აქ ამას ესე სივრცეები ხელს უშლის, ასე ვთქვათ, კი შევეცადეთ რომ შიგნით შეგვესვა, მაგრამ ამ ნაძვის ხეზე არ გამოვიდა მოკლედ ლამაზი. ყველაზე ხანგრძლივი ნაძვის ხის აწყობა ისტორიაში. არა, ეხლა თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეხლა აქ უნდა გაჩვენოთ უკვე აწყობილი კადრები და ის, მაგრამ არა, უკვე 12 ხდება ნაძვის ხის აწყობის პროცესში ვართ, იმიტომ რომ რადგან დამიანის გამო შიგედაში გვისვენებთ, ხო და ამიტომ ნაძვის ხეს სჭირდება დეკორაცია, სჭირდება უფრო მეტი დრო და დავანებეთ თავი, ნაძვის ხეს ხვალ მივხედავთ. ეხლა გადავალთ ამ განათებების დაკიდებაზე, სხვა ყველაფერს მინდა რომ დღეს მოვითაოთ, რომ იმისთვის რომ მერე ხვალე მშვიდ და წყნარად მივხედოთ მხოლოდ და მხოლოდ ნაძვის ხეს. დღე მეორე და ჩვენ ისევ აი ესეთი არეულობა გვაქვს. ვერაფერი ვერ მოვასწარით, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ დამიანეს წყალობით, იმიტომ რომ დამიანეს ცალკე სჭირდება თამაში, გართობა, მოფერება, დაგზინება, უამრავი რაღაც და აი ესე ვართ. ასე რომ ვაპირებთ, რომ დღეს განვაგრძოთ. ხო, ნაძვის ხეს რაც შეეხება, ვერ ჩამოვყალიბდი როგორ გავაკეთო, რადგან იმ იდეამ არ გამართლა, სხვა რაღაცას მოვიფიქრებ. გადავედით სახლის მორთვის შემდეგ ეტაპზე. ეს არის აი ხედავთ კიდევაც ბუხარზე დასადები ტოტი, რომელზეც გეუბნებოდით, მაგრამ რა არის პრობლემა? მე საერთოდ აღარ მახსოვდა, რომ ჩემი ნაძვის ხე არის აი ესეთი დათოვლილი, როგორც ხედავთ და ტოტი კიდე მაქვს ორივე ნაყიდი მწვანე, რომელიც არ უხდება და რადგან მე ვარ პერფექციონისტი და არ მომწონს ესე ეკეთკენ მწვანე, ეკეთკენ დათოვლილი, გადავწყვიტე რომ თავიდან ახალი შემეძინა და ესენი არ ვიცი რაღაცა სხვა რაღაცისთვის გამოყენებინა. მიშიკო მოიფიქრა ესეთი იდეა, მოდი ჩვენ თვითონ დავდგეთ და დავთოვლოთო, ხო და ჩემი მშველელი როგორც ყოველთვის, ხო და ეხა ვიყიდეთ კიდევაც ეს თოვლი და დავიწყებთ ამის გათეთრებას, რომ ყველაფერი იყოს ერთ სტილში და ერთ ფერში, ხო ჩაბა? სადარბაზოში მოვაწყეთ მთელი ეს კონსტრუქცია იმისთვის, რომ დავთოვლოთ. დღე მესამე და ჩვენ ისევ აი ეს მდგომარეობა გვაქვს. ისევ ვერ დავასრულეთ, კი არა ვერც კი დავიწყეთ. აღარ ახლა ამას თავისი მიზეზი აქვს, ეს უკვე დამიანეს ბრალი ახარ არის. ეს არის აი ტოტების ბრალი, რომელსაც ვთოვლავდით და ვაყრიდით ამ თოვლს. იმიტომ რომ სადარბაზოში გავიტანეთ, დავთოვლეთ, ველოდებოდით, როდის გაშრებოდა, რომ შემოგვეტანა და დაგვედო. იმიტომ რომ იმ მათ გარეშე აზრი არ ქონდა იმ დეკორაციების გაკეთებას, გინდა ბუხარზე, გინდა ვთქვათ ამ თაღზე. აქედან გამომდინარე, ველოდებოდით, როდის გაშრებოდა. ხო და ეს თოვლი ცალკე ცვივა ამას, ამიტომ ჯობდა რომ ადგილზე დაგვედო და ისე დაგვეთოვლა, არ ვიცოდით, აი ხედავთ უკვე მომავლისთვის მზად ვიქნებით. გარეთ ხო შევასხით. შემოვიტარეთ და გზაში გაძვრა. ცალკე აქ არის ესე იგი ყოველ შეხებაზე თითო ნაფლეთი ძვრება, მაგრამ არა, საბოლოოდ მაინც ლამაზი არის. აი ხა შეხედავთ, როგორი ლამაზი არის. ხო და ეს უნდა მოვთო ნატურებით, მე აქ გავალამაზო, მოვთო თაღით, მოკლედ აქედან გამოვიდა იქ რა ნივთები რაც და რასაც ხედავთ. ბევრი რაღაც უნდა დაიდო სწორედ აი ამ ბუხარზე. აქედან გამომდინარე, ისევ ესეთ მდგომარეობაში ვართ, ველოდებოდით, როდის გაშრებოდა. აი ის ნაძვი ხო გახსოვთ? ნახეთ, აი ეს ეხა როგორი ლამაზი არის. ცოტა კი გაძვრა, ცოტა კი არა ნახეთ. აი ძვრება. მაგრამ სამაგეროთ რო შეხედავთ, ნახეთ, თლიანობაში როგორი ლამაზი არის, აი ეს და ეს.
ეხა ყველაზე მთავარი. დავიწყეთ დამაგრება. ეხა გვაქვს ერთი პრობლემა. ის რომ ჯერ მარტო იმაზე რომ ავწევთ ამ ნაძვის ტოდს ეს თეთრი ისინი გაცვივა. ესეც უნდა დავახვიოთ და ვნახოთ აბა როგორ შევინარჩუნებთ. ეს დავუკიდოთ და მე დავახვიოთ. კაი. ნახეთ რა მიშიკო ნახეთ. იმიტომ რომ იყრება ეს. კი შეინარჩუნა. ხარისხიანი პროდუქცია. მაგრამ აი, ნახეთ, სულ ისინი არის თოვლი. მაგრამ შენარჩუნებული არის. გავაკეთოთ ნატურები. მეც და თოვლილი რო ვარ. ესე იგი, ეხლა მინდა რომ ეს ლოლუები აი ესენი მინდა რომ დავამაგრო იმაზე. აი საცდელად ესე იგი ესე დავკიდე ერთი ცალი. ნახოთ აბა გავაკეთებ რამდენიმეს და თუ მომეწონება. ისე არ გამოდის რაღაცა, ეხლა მაგათ ისე არ მომწონს. აი ამ მასე ლენტზე. რამდენი რაღაცა მაქვს ნაყიდი. მგონი ჩემდენი ბურთები, გაფორმებები არავის არ აქვს და მაინც ვფიქრობ როგორ გავაკეთო, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც კარგი და განსაკუთრებული იყოს. მიშიკო. როგორ გავაკეთო? ახლა დავუკიდებ ამას და მე ავაწყობ პატას. აი, არა, სხვადასხვა ისე მიშიკომ კარგი იდეები მომაწოდა. აი, ეს ლოლუები რო არ მომეწონა, როგორ შეიძლება უფრო კარგად რო გავაკეთოთ. ხენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ბურთების ხსენება აღარ მინდა. ხო იტყვის ახლა ვიღაცა რომ რა უნდა აკინძე ერთად ასხი. სამდე შეგრი არ არის, სამდე სტატ 3 საათი ვაკეთებდი ამას. გავაფორმო ყვავილები, რაღაც დეტალებით და დავასრულებ. ნელ-ნელა რა კარგია გავედით ბოლოში. აბა აღარ გადაღრღნა იცოდე. ესე იგი ეხლა უნდა გადავიდეთ სხვა ოთახებზე. ეს ხო გავაკეთეთ. ერთ ოთახში უნდა იყოს ესეთი ვარსკვლავები განათება. მეორეში გვაქვს ესე იგი ფიფქები და მესამე ოთახში იქნება ნაძვის ხე, ირემი და რაღაც ეგრე. ესე იგი მე ხო ვორჭოფობდი და მიშიკომ აი ესე ხო, ამ საკიდებზე. აი ისინი რო ვიყიდე ბურთებისთვის, იმაზე აწყობს ესე. და როგორი სხვანაირი გახდა. შენ დიზაინერადაც შეიძლება რომ გაგიშვათ. მარტო მე კი არა. ხო, ერთი ეგა და ერთი იქითა ბოლო კუთხეში და მორჩა, ურა ლამაზია. კამერაში კიდე არ ჩანს ისე როგორი ლამაზი არის. მოყოჩახ. მომეცი ხელი. ცოტათი შედარებით დავლაგდით, მოვწესრიგდით. ეხლა ამ ყველაფერს გავიტან დროებით, რომ სპერსასრუტმა თავის საქმე შეასრულოს და ალაგოს აქაურობა, იმიტომ რომ ისე ხო ვერ დავდებ ძირს ვერაფერს და მერე უკვე დავიწყებ დეკორის გაწყობას. ხო, ეხლა უნდა გაჩვენოთ რამდენი სათამაშო დამრჩა და რაც შევინახე და მერე კიდე სავარაუდოდ აი მაგიდიდან კიდე ვფიქრობ რომ რაღაცებს არ გამოვიყენებ. ეს არის სათამაშოები, აი ეს ყუთი, რაც არ გამოვიყენეთ, დაგვრჩა და კიდევ უამრავ რაღაცას შევინახავ, ესე მგონია. იგი აი ამას ვფიქრობ, სად გავაკეთო, რას გავუკეთო, აი აქ. ეს. აი შეხედეთ, ნახეთ რა გამოგვივიდა საბოლოო. ძალიან ლამაზია, მე თუ მკითხავთ.
დავტოვე ნივთები, რომლებსაც ასევე არ გამოვიყენებ. იმიტომ რომ ვთვლი, რომ ისედაც ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. ამას მე უფრო კარგად გაჩვენებთ. უბრალოდ აღარ მინდა მეტი გადატვირთვა. ფაქტობრივად მოვჭით ყველაფერს. ხო ჩაბენ. ხო და დამჭრა ბოლო დეტალი. ესე იგი კარებზე გარედან არ ვიცი, შარშან მქონდა აი ეს პატარა ჩამოკიდებული და ხო გახსოვთ ვთქვი რომ ეს გამოვიწერე სპეციალურად ლენტები რომ ვითომ გავაკეთებდი გარებზე გარედან ბანტს. ხო და არ ვიცი ვფიქრობ გავაკეთო თუ არა. თუ ისევ ეს ჩამოვკიდო. აი ამაზე ვორჭობ. ეს არის ფაქტობრივად ბოლო დეტალი. სხვა ყველაფერი დაგაკეთებული და დასრულებულია. და აი ისიც ჩემი საახალწლოს ზღაპარი. აი შარშანდელ ვლოგში ხო ვთქვი რომ ეს იყო საახალწლოს ზღაპარი. სინამდვილეში მე ვთვლი რომ აი ხა უფრო სილამაზი არის აი ყველას გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენი ყველა სურვილის, ოცნების ასრულებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას.